რაც შეეხება ყურებში შვილს, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბევრ ადამიანს აწუხებს. რამდენიმე გამომწვევი აქვს, ყველაზე ხშირი არის ხმაურით გამოწვეული, ანუ მაღალ ხმაურთან შეხება ვისაც ქონია იმ ადამიანებს აქვთ ყველაზე ხშირად. თუმცა მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის მენიერის დაავადება და ბევრს განსაკუთრებით შუახნის ასაკიდან ზევით იმ ადამიანებს, ვისაც მნიშვნელოვან ხმაურთან არ ქონია შეხება, აქვს მენიერის დაავადება. მენიერის დაავადება არის შიგნითა ყურში გვაქვს ვესტიბულური აპარატი, აი სურათზეც ჩანს აი ეს ლოკოკინას სისტემა და ვესტიბულური აპარატი მთლიანად და მან ხდება ენდოლიმფის დაგროვება, ეგ არის მენიერის დაავადება და იწვევს ყურებში შვილს, ხმაურს, ასევე თავბრუს ხვევას და ეს თავბრუ ზოგჯერ შეტევების სახით არის, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება. შეიძლება ადამიანმა დააკარგოს წონასწორობა, წაიქცეს ესეთ დროს და ასოცირებულია ხოლმე ართრიტთან, ანუ სახსრების ანთებასთან, მენიერის დაავადება. რა შველის ახლა? შველის აი ესე კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს, ანუ ისე რომ განიკურნოს ბოლომდე არ არის. სმენის გაუარესება წლებთან ერთად მოხდება და განსაკუთრებით პირველ წლებში ბევრად მნიშვნელოვნად აკლდება ადამიანს ყურს, შემდეგ უფრო სტაბილურდება, თუმცა სმენის დაქვეითება რჩება მთელი ცხოვრება, ანუ მისი განკურნება ბოლომდე არ ხდება არასოდეს. რის გაკეთება შეუძლია ადამიანს? შეუძლია შეზღუდოს კოფეინი, კოფეინი ინდუცირებას უკეთებს ენდოლიმფის დაგროვებას, მარილის შეზღუდვა ასევე და მეტი წყლის მიღება. აი სამი რაღაც შეიძლება სახლის პირობებში რაც გააკეთოს. მეორე ვარიანტი არის სამედიცინო პრეპარატების საშუალებით ბეტა-ჰისტინს ნიშნავენ ხოლმე, თუმცა მისი ეფექტურობა გარკვეულწილად არის რა, ძალიან ეფექტური არ არის. და ასევე თიაზიდებს, ანუ შარდმდენებს ნიშნავენ ხოლმე, თიაზიდებსაც გარკვეულწილი ეფექტურობა აქვს. თუმცა როგორც გითხარით, განკურნება ვერ ხდება და მდგომარეობა დროთა განმავლობაში ჯამში უარესდება, ანუ სმენის დაქვეითება და მისი აღდგენა ვერ ხდება. თუმცა როგორც წესი სმენის ბოლომდე დაკარგვამდე არ მიდიან ხოლმე ადამიანები და შემდეგ წლებში შედარებით სტაბილურდება ხოლმე. თუმცა რაც დაკარგულია იმ სმენის აღდგენა ვერ ხდება.